ეს ვიდეო შეიძლება ძალიან ზვირად დამიჯდეს. მე შევეცდები 24 საათის განმავლობაში გავხდე MMA მებრძოლი, მაგრამ ალბათ გაინტერესებს საერთოდ რატომ გამიჯდა ამ ყველაფრის სურვილი. ცოტა ხნის წინ მივიღე სეტადა სპორტისგან კენაზე მოსაწვევი, რომელიც გამოიყურებოდა ასე. მე კი გადავწყვიტე, რომ ის არა ჩაკუჩით, არამედ მამაკაცური გზით მიმეღო. კენაზე უმეტესი ქართველი წარმატებით გამოვიდა, თუმცა ერთ-ერთმა ჩემი ყურადღება უფრო მეტად მიიღო. ეს ზუკა ივანიაძეა. ვინც ზუკა არ იცით, ის არის პროფესიონალი მებრძოლი, რომელმაც სულ ახლახანს კენაში საოცარი გამარჯვებით დაიწყო მისი კარიერა. დღევანდელ ვიდეოში კი შევეცდები MMA მებრძოლი გავხდე 24 საათში. კარჩი ზუკა, აქედანვე მინდა გაგაფრთხილო, რომ დილიდან მარტო პერას კი მაქსიმუმ ნაჭამი. თუ რაღაცა წაგეძინე, თუ რაღაცა პატარა წავიძინე, აქედანვე ზუკა დღეს შეეცდება გვასწავლოს რაღაცა ელემენტარული რაღაცები, რაც შეიძლება რომ ქუჩაში 9 კაცი რო დაბადგება, გამოვიყენო ეს ყველაფერი. ოღონ ზუკა, ნახე, მე ბავშვობაში მეძახდნენ პასტაფურცლას გაყოფილებაში შემელო რაღაცების კარგად დაწერა და აქ რაღაცა ხელით უმოვხდა იცოდე. გავმივარ ეგრევე. მე შევასრულე რაღაცები, რაც მომწერე სხვათა შორის და მითითებებში კი ეწერა თუ რა უნდა მექნას საერთოდ, სანამ გადავწყვეტდი რინგზე ფეხის შედგმას. ერთ-ერთი კი წონის კლება. 2 კილომეტრია დარბაზამდე და იქამდე ჩავდივარ ფეხით. ვარჯიშობ 1 საათი დაახლოებით და ისევ ფეხით ამოვდივარ. ავიყვანი ტრენერი და მე ერთი თვის მანძილზე თავდაუზოგავად დავიწყე ვარჯიში. სადაც საკუთარ თავს ყოველდღე ვაძალებდი იმის კეთებას, რაც არ მსიამოვნებდა. მაგრაციო, მაგრამ მე თუ არ დავაძალე ჩემ თავს, კაციშვილი, ჩემი შველელი არ იქნება. გამყავდა კომფორტის ზონიდან და ვაიძულებდი რომ მექნა იმაზე მეტი, ვიდრე ამას ვაკეთებდი ყოველდღიურად. ბოლო პერიოდში ჩემი წონა საკმაოდ გაიქცა და არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი მაყურებელიც ამჩნევდა. ამიტომ უკვე დრო იყო. ამ ერთვის მანძილზე მე ძალიან ვებრძოდი საკუთარ თავს, რომ არ მეჭამა ის ნაგავი, რასაც ყოველდღიურად მივირთმევდი. ამან კი მომიყვანა აქამდე. მე შევძელი და 5 კილო დავიკელი ერთ თვეში. მე ვიცი რომ ეს არ არის საკმარისი და მე გაჩერებას არ ვაპირებ. ზუკა თუ არ შესაძლებელი რომ დაახლოებით აი ეს 6 წლის ბავშვს რო დამაჭიდოთ. აი ესენი არიან სადღაც 13-14 თუ გაწყობს ეგასაკი 13 კიდე შეიძლება. ვაფშე ყველაფერი სეტატას იმაცვია. გარდა იმისა, რომ სეტატა სპორტის ჩაცმულობაზე ზრუნავს, ჩემ არხთან მეგობრობასაც ახერხებს და თქვენ შეგიძლიათ რომ 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ სეტატა სპორტზე ჩემი პრომო კოდით. კაი ეს წელი დაატრიალი კარგია რომ უკანა იმიდან არ მიღებ. ესე? ხო. ვიცი როგორ? აი ეს აუ, ამას რას უნდა ვიცი, აი. არა, ჩერა, ხო ხდებით რა. მე ბიძი თავის დროზე ყურადღება მოექციათ ჩემთვის. ჭაკი არა, კაროჩე. უმაში რომ ჩავდიოდი, იქ უკვე მელოდებოდა 5 კაცი საჩხურდა და სულ ჩხობობდი ხოლმე. ზაღლებდა. ლახტი რამდენი ხანი? 1 წუთი 1 რაუნდი. კაი, კაი. წავიდა. ავიწყო. გივარჯიში აშკარა, აი, რუიანეს დასაგეთ. ედა. ბანები დამთავრე. აჰა. შენი. გახურდი ცოტა? წამოიღო გახურება? აი აქ ესე დამეჭიმა. მოდი რა მაჩხუბეთ ეგრევე რა. შეგაგერ ეს კაცი ყავს თუ ჯერ ცოცხალთან არ გინდა ეს კაცი ცემი ცოტა. 20 კილოიანი. ხომ დაგდებულზე დაუშვა რა. მე აბა მდგომარი კაცს ვერ ვეჭხოვე და დაგდებულს მაინც ვეჭხოვა. კაი. კი. მომეიქ საქმეო. ხო. უცებ ტიპი მეგონა და დავიწყე ჩოუკი. თუ გიტყნოდე. აქ ვიღაცებს გონიათ სიმონო, მე დამაგდებენ. არა. მე როცა ცეტატას ფორმა მაცვია, მე ვერ ვუღალატებ ამას. მე არ დავواردები. ვა, ესენი ჩაიცვი? ეგ არის ლეგენდარული ფერათვანი. აბა, რამე ისტორია აქვს? დიდი ისტორია აქვს, ძალიან წლების არის. ხო. ბევრი ბრძოლაა გამოვლილი. ესაც შეათ რო რამე იქაც ხო, რა ქვია? ეს არის პროფესიონალური ფერათვანი, კი. შენ ხომ მემარჯვენე ხარ? კი. კი. მაშინ არა, მე მგონი მარცხენა უფრო მეტი ძალა მაქვს. აი როცა ხელის გადაწევას დადგება ხოლმე საქმე. მარჯვენათი ვერ წევი რას. მარცხენა უფრო ისე მაგა. არა, ეგ შეჩოულებრივი ამბავია, შეიძლება ეგრე იყოს. ფეხითაც მემარჯვენე ხარ? კი. მარცხენა ხელი არის წინა ხელი, წინა და მარჯვენა უკანა. არის უკანა. ხო. ცოტა გაშალე ფეხები შეგიძლია ცოტა გავშალე. ხო, ესე ჩაჯდე რა იმაში. ესე რონან მოსულია ესე რო ტიპი იდგეს და იბრძოლოს, ხო? კი, მოსული არის, მაგრამ ვერ გამოადგება ვერაფერს. იმიტომ ცოტა ხოლმე ეთყობა ესე ვიჭიკი. შეიძლება ძლიერ დარტყე, ну პირდაპირ დარტყე, გვერდიდან არ დარტყე. ესე? ხო, აი. აბა ეხა მარჯვენას დავამატე 1 და 1, მე მეორე. всё, იას. მედი? აი ეგრე. კარგია. არის ძალა? კი, არის. ჩემ სიზახი. ვა. კიდე?
ხო კარგად ხარ თმო ბოდიში მართლა საჯებთა ყველასთან ბოდიში ვხდი ეხლა ნახე მარცხენა მარჯვენა იგივე ნელა გააკეთე ოღონდ მარცხენა მარჯვენა და გვერდიდან ჰუკ მარცხენა ჰუკი ხო მარცხენა ეს ხო აბა ეგ სამი გავაკეთოთ ერთ კარგიო ამას აი უკანა ხელს ვუყავ აი ცოტა ეს ზემოდან ეს ეცადე ო ეგ იცი სიბრალია იცი სიბრალია ქუჩური ჭხუბის ხო იცი ქუჩაში თავია ტექნოლოგია მიდის ხოლმე ის თელიზა ტრიალმზე ეს რო გამოგადგება რო რამე რო რაღაცა დაჭირდეს სიტუაცია მოხდეს აი ესე დარტყვა ყველა რო ესე იქნევს შენ დაასწრეთ ყველას ბები აი იტენებს და სხვათა შორის ერთი ისტორია მაქვს. ნაცემი არა ვარ არასოდეს. მთელი ჩემი ცხოვრება სულ ქუჩაში აი პატარაობისას რა თქმა უნდა ცოტა ისეთ პერიოდში მე 95-იანი ვარ, ამ მომეწლიანი ხარ. 4-იანი. ო, ჩვენ შორს არის 9 წელი განსხვავება. ნაცემი არა ვარ. გაყლებული ვარ. ნაცემი დაღდა. ბოლოკლოვის თანახმად დამტკიცდა რომ ჩემი არხის გამოწერით თქვენ 10 წელი კარგი ბედიღბალი გექნებათ. ამიტომ ნუ გაუშვებთ ამ შავს ხელიდან და გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობრებო. ამას ამ ხელს რო ვურყავ ეს ხარი ხო ბრუნდება ნახე ფეხი თუ არ მოაბრუნე ხარი აღარ მიდის მეც შორს ნახე აი ესე ვიდი გავა აქ ნახო ვერტები ხო ფეხი არ მოუბრუნებია ხო ნახე მოაბრუნე და მოვედი всё იას და ამ ხარ განსხვავება აი ჩვენი აწი ხელები უბრალოდ დავიდე ჩვენი მოდი აბა ეხლა პატარა კომბინაცია გავაკეთოთ მარცხენა მარჯვენა 2 3 ესე ჩვენიერია ამა ესე რომ მოდის ხო აი მე ეგრევე მამაო შემოდი წესაგებს აბა მოდი ეს ხო ფეხს უკვე ვეღარ იმოვშები რა მაგრად არ იმოვშები არა კარგად ხდება ფეხით მიდი კიდე და კიდე ერთი უნიშნულოვანესი რაღაც ნახე რო ურტყავ და ეს არ სუნთქავ სუნთქავს იკავ ხო ის არის ეგ ხა რამოდენიმეჯი რო გადააბა ეს სტრაფით რო გავა ვე იღლები გაიღლები ეგრევე თან დარტყმას გააკეთე დარტყმებსაც რა ნახე დარტყმასაც უნდა ამოუშვა ხო ის ხო ნახე შეისუნთქავ მანამდე ნო ესენი გამაგრებული წავალ მე ჭუჭეს დავრეცხო ამის გამოყენება აუ სულია რასაც სწავლობ მე ეგ რეალურად ბრძოლაში გამოიწვა ძალიან უნდა ქონდეს თავში ჩამჯდარი მაგიტო არის წლების მანძილზე ევროპა ო ეგ ძალიან უნდა ქონდეს ჩამჯდარი ну ეს ტექნიკა მე გამოიყენო რა აი ეს კონკრეტული ხა რაც გააკეთებინე ჩვენ თითოეულს რავი აქ ნაკრების წევრები ვინც ვართ ყოველ დღე ვაკეთებთ ალბათ რავი 100 ჯერ ძალიან ცოტა არის 100 ძალიან ცოტაა რა ეს კაცი დაითრიე შეგიძლია თუ გაგჭიდაობის ოდნავ რაღაცა ქართველებს და იმას ზოგადად ხო არა ჭიდაობა არასოდეს ვიცდია ეხლა თან ისეთი ამბავი მომიყევი რომ იქაც რაღაცა ისინი გექნებოდა ჭიდაობა არა ბიჭო როგორ იცი ჭიდაობაზე არასოდეს მივდიოდი დამანგრეველი დარტყმები მქონდა ხვდები და ხო და მაშინ რო გაგჭირდეს სიტყვაზე რა გაგიჭირდეს მაგაში აი ამ კაც ხელი მოხვიე აქედან აწიე ან ესე აგდებ ან უკან მარტივად შენზე განახებ ოღონდ არ დაგაგდებ რა არა დამანგრევდა პოლიცია მობილიზებულია ბალას უკა ეხა სიტყვაზე აი ზურგი რო ავიღე აქედან ნახე ხელი შეკრული მაქვს წამომწევ და აი და გაგდებ ძეს დაახლოებით ეგეთი და მოუწყდი უკვე აქ თუ გადააჯექი ძალიან მაგარ პოზიციაში ეგრევე შეგიძლია რომ დაამთავრო ბრძოლა დინი რაღაცა უნდა იცოდე ჩემი წამოდეხი ჩემოძრაო დაცემულ კაც არ ურტყავს შეგიძლია ეგ მუხლით დააგდო პირდაპირ ჩვენ ეხა ამას დავაგდეთ ესე ორივე ხელით მოიცა ძმაო შენ არა კომფორტულად ხო არ ხარ აბა იდაყვების აი ეს всё დაფიქრე რავი მართლა ეხა კაცი საჭი შემოდის და გაჩერებს რა ოდიში ძმაო ოდიში პატივისცემა უცილებელია წამოდექი ძირს ისეთი პონტია რა არასოდეს ურტყავდი დაგდებულ კაცს მე შეგვიძლია რომ ერთმანეთში ცოტა ვიმუშაოთ ლაითად ვა მოდი შეთარო არ ვიმუშაო ხო მაშინ შეგვიძლია ცოტა ჭიდაობის რაღაცები დავამტკიცო აი ხო მე ეს მებრძოლები რა მოჭიდავები რასაც აკეთებენ რაც მარტივი არის რა თან ხელი გაჩვენი ან ერთი ან მეორე ჩავიდი ფეხში ხო ავიღე ფეხი ეს პოზიცია ნახე თავი უნდა იყოს სულ გამართული ან ხრით კეტავ კისერს აი ეს ფეხი რო ავიღე თუ ავწიე აქ უკვე აქედან სიტყვაზე ვერ გაგდებ ხო ამ ფეხზე აგადგახარ რა მოძრაო ნახე რეალდები და კაჩა ფეხზე რა ძირითადად რასაც აკეთებს მე რავი ვაცადე რა ხო ხტები მაგაზა პერსპექტივა აბა ეხა შენ ცად ვასე ვერ გამოკაჩა ხაშე ნუ ნახე დატრიალება და ფეხზე დაკაჩო მედი აიღე ფეხი ავიღე დატრიალი და თან დავკაჩო ეს всё ეგა სულ ცოტა ხანში ამ ყველაფრის პრაქტიკაში გადატანა შევეცდები და ნახოთ შევძლებთ თუ არა იქ ყოფებთან სპარინგს შეგიძლია ბიჭებთან რომელიმესთან ლაითად სპარინგის ისიც გამოცადოთ ლაითად კი არა ბიჭო მივიშვი ო ბავშვი 7 წლის 7 წლის არ ყავს ჩემი დეშვილია 4 წლის პროსა დღეს არა ადარბეში
ბავშვ მაგრავცემდი რო რა და. აბა ხა აქცადე, აი ეს კომბინაცია თუ გახსოვს. მარცხენა, მარჯვენა. ხელი, ხუკი და ფეხი. და ფეხი? აბა ცად. გაჩერდი ზმო მოძრავ კაცს ვერ დავარტყავ. დარტყმა გააკეთე ხელებით მარტო. აი ეგ. შვენიერი. აი კარჩეთ ცხოში გავარტყი და სისხლი წამოვიდა. სისხლი. დავინახე, ცხვი აგე დავუვარ. რო ურტყავ, ერთ ხელს რო ურტყავ, ერთი ხელი აქ აქვს ქვემოთ. ზემოთ მქონდა ეს რო ურტყავ, ერთი აქ მაქვს, მეორე მოდის და ეს აქ მაქვს. ანუ ყბა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ დაიცვა. აი მე მას დასვას. თუ არიცავ, ანუ აქ არის ყველაზე ზუსტი წერტილი, აქ თუ ხდება ითიშება. რო ურტყავ, აქედან მხარეს ხრით ვიცავ და აქედან მხარეს ხელით. ვა, ეს ზოგადად რთული იქნება ხა. აი ხა ნუ ისე არ უნდა იყო რომ ეს ხრები ძალიან ესე კონდეს, მაგრამ დაახლოებით, აი, უკეთესია, ბევრად. დაპოზაში გაარტყი იმ ტიპს, დაუტრიალდი ხო მე მგონი შენ. იმას დავარტყე ეს. როგორ? და პირდაპირ ვიზში ხდება. აქედან ძალა როგორ უნდა მისცე ჩემი. ვერც მივწვდი. აქ პოზიცია არის ის, რომ რომიდის მაშინა შეგიძლია რომ დაარტყა, მაგრამ ნახე წავიდა და რო წამოვიდა მაშინ ვახვედრებ რა. ო. ზოგა მართლა მე არ მინდა რომ კარიერა დაგინგრიო ჩემო ძმაო და ახლა კი დრო იყო ის ყველაფერი, რაც მასწავლა ზუკამ სპარინგში გამომეყენებინა. თუმცა ისი არ წავიდა ყველაფერი, როგორც გეგმავდი. ჩვენ ეს წინას არ იცოდი. დავინახე. ხელი არ ჩამოწია. გამო. კაი, დავთავრდი. მან დავთავრდი. აუ რა დონე ხარ ჩემი იმენა. აუ და როგორ უნდა ვქნა რა ბიჭი? ალი ვარ. როგორ ოუ რა რთულია რომ მოდის. დაერხა ეხა ნახე. ჩაკუჩ. იმენა ყველანაირად რამე შემიძლია გაგიტარო? ზუკასთან სპარინგი ძალიან რთული აღმოჩნდა და აქ მივხვდი თუ რამდენად წინ არიან პროფესიონალი მებრძოლები და რამდენად რთულია მათთან ჭუბი ერთი ჩვეულებრივი მოკვდავისთვის. ყველაფერს იწელაზრი არ არის და სახე მაქვს უგახსნილი თან და არ მივტყავ იმენა. აი ხა ძალიან მოხდი ხო? რა მეგინა ბრატ? აი მდგომში ესე რო გიდგას რა. აი ესე რო გიდგას და თავში ვერ უტარებს ეთქოს. მიდი კარგად. არა მოცელში ხო თავისავად ხან არა ხელა შეგიძლია. ალო, ზაქარია? ჩამოაწევინო? ხო, ამათ როგორ ნახნა ეს იცი? რო თვითონ ვერ მივხვდეს და თუ ჩამოაწევინე, აი მე მივხვდება და აიცილებს ხო რა. ნახე აი ფარი ხელები. აი მოგადი რაღაცა წკაფ. უი რა ჩქარაშვები მაგრამ. აი იქით იმენა სერიოზული ისმის. ოი, რა ხდება? ესენი არიან მაქსიმუმ 15 წუთები, არც კიდეში. რა ძმა? მართლა. და მე რო იქ რო პატარა ხარ ბიჭო, ვერ გეჩხოვე მეთქი, რო ეუნები, ეს რო შემხდება. აი ბიჭები ხარ ყოჩა. აი მუშაობ ეს. ეხა შესვლა მინდოდა რაღაც პონჩი და ბიჭებისთვის მეთქვა რომ ქართველები არა ხარ ბიჭებო მეთქი რა გაჩხუბე თქო, მაგრამ მე მგონი მეც მომხდებოდა. სად ხარ? და არც მოკვეთ რა. ო მე აუცნაურია ტიტივთან პროსტა რო ჭუბი გიწევს ზედას ვიცავარ. შემაგინე რამე აბა. ხელები აწიე მაგლა და ეგრე. ოხ, ჩემი კაი. აი იმენა უნდა მიდი შენ მოუგნი აი ეგრე. საურია ზეთი. ხელები აწიე სახესთან ახლა, სახესთან კონდეს. ეს სახეში მოხდება. მომხდა უკვე. შეგიძლია წერით გადაიყო, კანი გადახარო აი ეგრე. შენ შეგიძლია აი ეგრე, ყოჩა. კარგია. ეჭი დავა. არა, მე Windows Simon Tapes. იასნა. ეხა ბრაზდები просто ხო ხდები. მედი და დამარტყი, კიდე დამარტყი, მედი. MMA-ის მებრძოლი ხდება 24 საათში. ეს გზა უნდა გაიაროს. კარგია, აი. დრო, всё. გამლახა. რა თქმა უნდა, ერთი რაუნდი საკმარისი არ აღმოჩნდა.
ვერ შევეგუე რომ ვერაფერი ვქენი და მოვითხოვე მეორე რაუნდი. მოვიდეს ერთი მეორე რაუნდზეც. ეხლა თუ ინას სხვას მოუშვებ ბავშვი. ბიჭო, რაღაცა ვერ ვარ ისე მოტივირებული ჩხუბისთვის რა, მართლა ეხლა ახალგაზრდა ბიჭია, ხო ხდები ისე უნდა. ეს ახალგაზრდა ბიჭია. ხელი არ ჩამოწიო ფეხს რო გიშვებს. აი ეგრე კარგია. ოჰ. იო, რა მიყოლა და გარო. შეხვდი ხელი წორე სულ აგიყოლებს ეგრე. აი ესე. აი ეგრე კარგია თავი ჩაწევ ხემოთ უბრალოდ და ეგა. ოპა. ოპა თავი ჩაწევ ხემოთ და კარგია. საუძმო. არ მოუდომებია თორე. კარგად ციზა. და არ მოვიდომე თორე. ხო ხდები სიმონ გაროჩი. მაგრამ იმენა ვერ ვთყავ ტიპს. არ ვიცი რა გავაკეთე. გავარტყე ერთი კარგად? შენელებულ კადრებში ერთი 10 ჯერ ამომინათო ედიტორ. რა ვიცი ტიპი სერიოზულად არ დამარტყავს. მეც მაგიტო ვერ ვთხოვდი, ხა ეგ თემა მქონდა. და იქ რო შედიხარ, ეხა ის უიასნია გიმეტებს რა, ვისთანაც შედიხარ რა. და მე უკვე შენ წარდები და შენც იწყებ გამეტებს რა. ეხა ამ ტიპთან ისე ვიყავი. ხილხული ყოფილა ჩემ. ვინც გამოცდილია, იმას შეუძლია რომ გააკონტროლოს. всё. მაგრამ ვინც არ არის გამოცდილი, ხა აქედან ნებისმიერი ბავშვი რომელიმე რა. ოდან რომ მოხდეს შეიძლება თვითონაც ისე წამოვიდეს რომ აი ხო, ჩხუბი დაიწყოს იმენა. გაბრაზდება რა. გაბრაზდეს კი. ეს ვინც გამოცდილია ეს ემოციას აკონტროლოს. ეხა მინდა რომ ზუკამ თავის დარტყმების პროცენტულობები მაჩვენოს და აი ბოლო წერტილი სადაც მექნება დავნებდები უბრალოდ რა. მოსულა? დავისწავლე. 10%. მე რამე დაცომას უნდა დავჭიმო ხო პროსტა? ხო, უნდა დაჭიმო და ეცადე რომ მიიღო რა. და მივიღო როგორ უნდა მივიღო? უნდა შეახვედრო დაჭიმული მუცელი რა, იდეა შეიგა მეტი არაფერი. კაი, 10% იმედია ის არა გაქვს რა ქვია რაღაცა. არ ვიცი ნახეთ აბა. ვაა, კაი, 20? კაი. მოდი რა არის, გავაორმაგებ ზუკა და გაორმაგებული სხვა და შეგილია. 50 იყოს. ეხა უკვე გასერიოზულდა თემა. ბიჭებო, რამე საკაცი ხო მობილიზებულია. ვაჰ, ბიჭო, რა მუტალია. უნდა მიეჩიო მაგას, ეგა. თან როგორ არის? ბევრს უნდა მიეჩიო. ხო და თემა ის არის რომ ეს ხო თან დიდია. რაც ქვემოთ არ დაბიზო, მაინც ხდება აი აქ მაღლა რა. ეს ამას რა აქ იცი? MMA-ს ხელთმანიდან განსხვავებით ამას გადააქ რა, ანუ ერთ არეალში ხდება, შეიძლება აი ამ ხელზე გადაიტანოს რა, თავზეც და ტანზეც ყველგან ეგრეა. 70? რეჟისორები მეუნებიან რომ არ გავაკეთო, თუმცა მე რაკაცი ვიქნები რომ 70%-იანი დარტყმის გარეშე წავიდი აქედან. აჰა, რა იყო? ჯი, ყველაფერი გაახსენა. იმენ ანიმეში რო ხდება, ხო იცი რაღაცებს ძალებს რო აგროვებს და მე რო ვა, ეს გადამატაინებს. ვა. იო, არა, ეგენ შეგიძლია გადატანილი გაკეთო. ას არ გაურისკავ, მადლობა იყოს არ მინდა. ვინმე ქირურგი რო შეგვხვიადოს თუ შეიძლება გასაჭრელი ვიქნები. 80-იანს ვფიქრობთ. გამოიწერე დარტყი. ვაუ, ვიჩი. დადგმული იყო მეგობრებო ეს ყველაფერი. მოკლედ ზუკას Instagram გვერდი აუცილებლად აღწერაში იქნება. მაგარი ბიჭია, ძალიან მაგრა ბრძოლობს, ეხა რო ვედექი, ცოტა კი დავინდე, მაგრამ ხო ხდებით ეხა სიმონ. კოლეგიალურობა ყველაფერი ბიჭს საჩხუბარი აქვს და არ გავრისკე. ყველა შენ ჩხუბზე, კენაში მე იქ ვიქნები ძმაო.